ოპოზიციამ გააკეთა პირველი შეფასებები იმასთან დაკავშირებით, რამდენად არის მზად ქვეყანა იმ გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც ევროკავშირმა მიიღო, რომ ქვეყანაში ენერგო უსაფრთხოების საკითხი იყოს მოგვარებული. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ამ გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ კარგად აჩვენა, რამდენად ცუდი პოლიტიკა აქვს ქართულ ოცნებას მთელი 14 წლის განმავლობაში, როდესაც საზოგადოებამ დაინახა, რამდენად არის დამოკიდებული კრიტიკული ინფრასტრუქტურა და ენერგოინფრასტრუქტურა საქართველოსი რუსეთზე, რადგანაც ახლა, როდესაც ევროკავშირმა დაასანქცია ინტერრაო, ეს ყველაფერი პირდაპირ კავშირში არის თელასთან, თელმიკოსთან, ვინაიდან ევროკავშირის კანონის და სამართლის მიხედვით ინტერრაოს დასანქცირების შემდეგ სანქციები გადადის მის შვილობილ კომპანიებზე და იმ კომპანიებზე, რომლების წილებსაც ფლობს ინტერრაო ან მასთან დაკავშირებული კომპანიები. ამიტომაც ხელისუფლების ოპონენტები საუბრობენ, რომ ახლა რომ ქვეყანას ჰყავდეს ეროვნული ხელისუფლება, მაშინ ნაციონალიზაციაზე უნდა ფიქრობდეს ამ კომპანიების ხელისუფლება, თუმცა ოპოზიციაში ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება არაფერს არ გააკეთებს იმისთვის, რომ საკითხი უკეთესად იყოს მოგვარებული, რომ კრიტიკული ინფრასტრუქტურა ჩაეხსნას რუსულ ბაზარს და ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს გააკეთებს იმას, რაც რუსეთის ინტერესებში და ინტერრაოს ინტერესებში იქნება. ეს მომენტი გვაჩვენებს ძალიან კარგად, რომ ევროპული კავშირი არის ჩამოყალიბებული და მოწადინებული, რომ რუსული პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენები იქნას მაქსიმალურად დასუსტებული მთელი რეგიონის და მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს პოლიტიკა არ შეცვლა, არ დასუსტებულა, არამედ გრძელდება სულ უფრო მეტად. ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანია ეს გვაფიქრებს კიდევ ერთხელ ენერგეტიკული დივერსიფიკაციის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე, რაც საქართველოს არ უქნია ამ წლების განმავლობაში, ეს არ ყოფილა ქართული ოცნების პოლიტიკის ნაწილი და ეს არის ძალიან მძიმე პრობლემა ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების და მედეგობისთვის. გამოსავალი ივანიშვილის რეჟიმის პირობებში არ არსებობს, იმიტომ რომ ივანიშვილი არის რუსეთის ინტერესების გამტარი საქართველოში. ამიტომ მისთვის მნიშვნელოვანია, რაც უფრო მეტი კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი იქნება რუსული კომპანიების მფლობელობაში. და ის საერთოდ არ ფიქრობს საქართველოს მოქალაქეების ბედზე, ის ფიქრობს რუსეთის ინტერესების მსახურებაზე და ბევრი ფულის მოპარვაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის. მთავრობა რომ არ ყავდეს ჩვენ ახლა რაღაც პრორუსულად განწყობილი მთავრობა, მისთვის ეს იქნებოდა შანსი თავი აერიდებინა არბიტრაჟისთვის, რომელსაც არბიტრაჟის დაკისრებული ვალდებულებისთვის, რომელსაც ჩვენ მოქალაქეები ჩვენ ჯიბიდან ვიხდით და თელმიკოშის დაენიშნა სპეციალური მართველი და მეტიც ალბათ დღის წესრიგში დადგებოდა ეროვნული მთავრობის შემთხვევაში ამ კომპანიების ნაციონალიზაციის საკითხი, რატომაც არა, ხო? ანუ რეალურად ისინი წარმოადგენენ ტყუილ სახელმწიფოს, რომელიც დასანქცირებულია ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან. ევროკავშირის მიერ ინტერრაოს დასანქცირების შემდეგ მთელი დღის განმავლობაში ექსპერტები, ოპოზიციონერი, პოლიტიკოსები საუბრობენ და აკეთებენ კომენტარებს იმასთან დაკავშირებით, რა უნდა გააკეთდეს ახლა საქართველოში და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ქართული მხარის მიერ და რაში არის გამოსავალი. თუმცა მთელი დღის განმავლობაში დუმს სახელმწიფო უწყებები, ქართული ოცნების წარმომადგენლები ჯერჯერობით უცნობი არის, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ბანკები და როგორი იქნება ის გადაწყვეტილება, რომელსაც ხელისუფლება მიიღებს, ვინაიდან ინტერრაოს დასანქცირება პირდაპირ კავშირში არის თელასის, თელმიკოს და სხვადასხვა ენერგო საწარმოების მუშაობაზე საქართველოში.